მოგესალმებით მეგობრებო, და ამ ვიდეოთი გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი რიგით მეორე მოგზაურობა ამჯერად კუნძულ კვიპროსზე, სადაც გავამგზავრეთ ერევნის აეროპორტიდან. მათთვის, ვისაც გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ არ გავამგზავრეთ ქუთაისის აეროპორტიდან კვიპროსზე, განვმარტავ, რომ ეს იყო განპირობებული ორი ფაქტორი. პირველი, რომ ქუთაისის აეროპორტიდან იყო გამგზავრებას და დაბრუნებას ღამის საათებში, რაც ჩვენთვის იყო მოუხერხებელი, ხოლო მეორე იყო ის, რომ თითქმის არც ერთ ჩვენთაგანი აქამდე ნამყოფი არ იყო ერევანში და ეს იყო კარგი შესრულება მოგვენახულებინა ჩვენი მეზობელი ქვეყანა. რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას, ალბათ ვიდეოს სათაურიდან გამომდინარე უკვე მივხვდით, რომ ამჯერად წინა მოგზაურობისგან განსხვავებით გავამგზავრეთ მხოლოდ 8 ადამიანი. აკო, ლეო, როინი, გიო, იგივე ჭრიფინა, უჩა, სანდრო, თორნიკე და გიორგი. ეხა ორი სიტყვით თქვით, სად მივდივართ, რითი მივდივართ და ეხა მივდივართ ერევანში და მე ღამე არის ფრენა 11 საათი. ერევნის აეროპორტში გასამგზავრებლად გადავწყვეტ დაგვექირავებინა მინივენი, რაც საერთო ჯამში დაგვიჯდა 400 ლარი, ანუ კაცზე 50 ლარი და ამდენივე უკანა გზაზე. გავდივართ მაგნოლიის პარკინგიდან. რა სიტყვით, რა უნდა ვთქვა, მივდივართ, კარგ ხასიათზე ვართ, კაი განწყობით ვართ ძალიან. მევანი, აბა რა სიტყვი? კარგია. რა არის კარგი? მგზავრობა, კარგი ავტობუსია. როინას, ფერას გვეთქვით. მაყოფილი ვარ ტრანსპორტით, პასაჟირებით. ბლინები გახალაგია. ჩემი შტატი არა მალის. ალექსანდრე. აკო ფერას რა სიტყვით? შეცვალა. აუ, ჯერჯერობით ვსაუბრობ. მაყოფილი ხარ? ჯერჯერობით. გიორგაძე. რა სიტყვით? რა ვიცი, მივდივართ 7-დან 9-რად. განწყობა კარგია, ცოტა დაწამულები ვართ, მაგრამ გადაიქცეს. სანდრო, აბა როგორი განწყობით ხარ? რავი, ნორმალური. ორგეშინიათ. ყველაფერი კარგად იქნება. არა. ხოდა ეს საწლებზე ვარ მე შუაში რა. ხანეს ახალგაზრდა მაწყებს. ალექსანდრე, აბა მოგახსენე შედი თავი გამანები რა, შემიშვი რა, ჩემთვის 9 თხუზი ვარ. შემიშვი. და საზღვრამდე ესე იგი 40 წუთი გვინდა კიდე. გავლა სად რო დაჭირდება? გააჩნია ამას, იგი თუ არ არის, ყველაზე მეტი ყველაზე მეტი 3 საათი. 3 საათი. ყველაზე ცოტა 5 წუთი. ო, არა მაგარია. შემოვედით მარნეულში. აი მარნეულში კარფურიც ყოფილა. აი აქ ხალით იმისი ბანკი. და ბანკომატი კიდე. პირველი შესვენება. მაღაზია იქიდან არის ბანკი არის. აი ეს რომ მივდივარ ბაზარია და მანდაკეთდება მაგარი კაბაკი. აი აბა მისულ შეგვიძლია. გავაკეთეთ წუთიერი შესვენება მაღაზიაში ვარ რაღაცეებს ვიდით. აი კოკაკოლა და გავაგზავნეთ და ირევისკენ. ყველა მანქანაში ვართ? ჯაკდა. გაჯექი და წავედი. ნახეთ ესა ჩვენთან არის დუტი ფრი. ხო. თუ იმინა სომხური კონიაკი გინდათ? ხო.
დუტი ფრიში ძალიან იაფია და ორიგინალია. ვა, მან უღიოთ. ხო, შედით ნახეთ თუ მოგეწონებათ რამე. 3 დუტი ფრია. ყველაზე იაფია პირველი. მე გაგანაწილებთ უცებ, უჩა და თავისი დიშვილი დააწვევიან ერთ ოთახში, ორკაციანი ხო არის? როინი, ტონიკე და სანდრო დაიძინებენ ერთ ოთახში, მე გიორგი და ლევანი დავიცინებთ ერთ ოთახში. ბაზარი არა. მეგობრებო, უახლოვდებით სასონხეთის საზღვარს. დაზაფულობა მათულობს. ვიც ეხლა რო ეგონოთ რომ მიტინგსები გქონდა შეგვიშვა. მეც მაგაზე ვიძახ, მაგაზე ვღადავ. ვიფიქრე და ხა მაგრამ არა. რაზე რაზე საზღვარ გარეთ. ხო. კრიმინალური საზმოს წევრი უჩატორა. ამასობაში მოვედით საზღვარზე, ეხლა გავივით პასპორტ კონტროლს და გადავალთ უკვე სასონხეთის რესპუბლიკაში. ან სომხეთის რესპუბლიკაში, როგორ ხო სწორი არ ვიცი. პასპორტ ხომ მოგავს თქო? მედია. მეგობრებო, გამოვიარეთ პირველი პასპორტ კონტროლი ქართული მხარე და ეხლა უნდა გავიაროთ უკვე სომხური მხარე. ისე ვსწრებით მანქანაში. A few minutes later. სომხეთის საზღვარს გამოვიარეთ, სომხური მხარეც გამოვიარეთ. არაფერი პრობლემა არ შექმნია, ეხლა უკვე შეგვიძლია მინიმუმით გავაგზავნოთ გზა. ძღოლი საწავიდა. რეგისტრაციას გადის. ეგეც საკეთებს. ძღოლი არა მოვ. ეხლა რა ხდება, ბიჭებო, საზღვარი გადაკვეთილი ესე იქ. აი დავაჩერო. ყველაფერი. ასიანი. სად მივდივართ ეხლა? ეხლა მივდივართ. კონიაკის ფერი გავდივარ. ხო, ეგ კონიაკის საყედად მე კაი ქაბაბის საჭმელად. და ტონმა. ალო. აბა თან თქვით რაზე ვართ ეხლა მოსულები? კონიაკს. ოდი დიდი კონიაკი არ გვინდა ეხლა ძალიან არ დათქვა. თუ საიღებდით, რა დალევდით, აღარ ჩიქაგინ არაფერი. მე არ ვსვას, სანდრო არ ასვას. ესეთი კონიაკი ავიღოთ 2 წელი და 5 minutes later. მაყოფილი ხარ ბატონო გიორგი. რა ყოფილი ბიჭო, აბა რა მომიტანა. ბავშვობის მაგაცმა რა მომიტანა, ძმაო? ერთი ჩიკა ვარიძახდი და ერთი ჩიკა არის რა ჩიკები წამოიღეთ მეთქი, ძმაო, ერთი ჩიკა კი მომიტანა. სამხური კანიაკი. ორი წელი ისიცილას. ეს არის ელბოი. ეს არის სომხური ჭაჭა. დავე დალი. გააქალა და ტელა. უასანები არის ბიჭო. აბა ეს დალი და შეფასება გითხარით მე, კარგი არ არის კარგი. აბა მშვიდობიანი გზავრობა. უწლიანი დადველებით არის. ჩემი შვიდიანი. ირეგო ვიკეთა. აი მოსადაკი ვიცი. აი წყალი აქვს ყოლოდეს. და აი მით მოგიტანო. აი მით რომ მოგიტანო. აი გე. აბა რას ტუჩა. მაგარი იყო ძა. შეხო მაყოფილი. მე დაჟე ორი წელი წელი გაქვს. ჯარდალი კამიამოლე. просто გეგო პიპეტკაო ეს ალი არა, გაქვს. აბა ჩვენ მგზავრობას გაუმართეთ. ჩვიდობით წავსულიყავ, ჩვიდობით ჩამოსულიყავ. ეს ერთი და სხვა მრავალი. ორი წელი. უკრიდან ორი წელი რა უკაცო. აი ხარ, ჩვიდობით ჩავსულიყავ ჩამოსული. დიდება უფას. აბით ჩვიდობით პეონს და პარაუდეს ყველას. კაი მოგზაურობა, ბიჭებო. აი ხარ, აი ძმაო, დაბას მოგა. დავეთ მოგა. შეიძლება წავსულიყავ ეს თქო. ეხლა მოვიფიქროთ წლის ბოლოს ანუ წავიდეთ. კონიაკზე გავგზავნე. წავიდეთ. 700 გრამიანი უნდა იყიდა და რამდენი გრამიანი მოიტანეს? 50. 700 გრამი როდესაც. აი მე. დაგხოცავდა რა. მოიდა, რაც. მაგრამ ძმაო, მე ხარ ვაზორდა. ის მაგ სპირტის გემო ეგ არის, всё, მეტი არაფერი. Ishkeletsik kaç kere unes, çem kıştanım nayelov kes, ay
რა ქვია მუღელდახიც? ეს არაფერია, ეს ორი პატარა პავაროთი. ეს ოჯუნის მერევალი ქვია. ოჯუკი? ოჯუნი. ისინი და თბილისში საქართველოში უფრო ბევრი რამე კეთდება თუ არა? ო, ეს ზაუბეში პერიოდი. ეხლა ორი სიტყვით თქვით რატო გავჩერდით? ქაბაბი ხო? უნდა ვჭამოთ ქაბაბი, კაი. აი გარდაგადი. სად დავსხი? აი ხერხზე. ხერხზე? ო, მაგით ხო შეგვიძლია ჩატარა. 15 minutes later. აი, ქაბაბიც მოვიდა, ჩემი ქაბაბი აქ არის. აბა ერთ პირველ შტაბ ჭლებები გასწრეთ როგორ იქნება. ჩემი არის ხახუს გარშე. ახალი პარტია მოვიდა. აბა რას ვქო? თქო, წავით უხარეთ და იქნებაო? აბა როგორ ჩაიარა შესვენება? გემრიელა. რა სიტყვით? აი ქაბაბი არის. დიახ. ქაბაბი? აი ძალიან ჩაოლებრივი იყო. წვადი მაგარი იყო. ეხლა ჩავსკდებით და გზას გავაგზავნებთ. როგორ შეაფასებთ აბა ამ რესტორანს? აი წვადი იყო სასწაული პირდაპირ უგემრიელესი. აი იდეალური იყო წვადი იყო მართლა. რაც კაი იყო არ გავსინჯებ. მე გამორისაც შევჭამ. რა ხულით შეაფასებთ 10-დან ქაბაბს და 10-დან წვადს? წვადი 9, ქაბაბი 7. წვადი 10. ქაბაბი 7 ეგ. შენ? მე ქაბაბი უფრო მომეწონა. ქაბაბი 8. წვადი 7. ჩემი შეფასება ქაბაბი 8, წვადი 9. ეხლა ჩვენ გავდივართ სპიტაკს, ხო? დიახ. ეს არის სპიტაკი. რა გავა. Ժամանակը թանկ թվում էր անժամանակ Ժամերով իրար սիրում ենք մի ժամանակ Ժամերն եմ հաշվում, որ հիշել քեզ դադարեմ Ժամանակը հետ տամ ու քեզ պինդ փաթաթվեմ Ժամանակը թանկ թվում էր անժամանակ Ժամերով իրար սիրում ենք մի ժամանակ Ժամերն եմ հաշվում, որ հիշել քեզ դադարեմ Ժամանակը հետ տամ ու քեզ պինդ փաթաթվեմ Գիշերները զոր են, հին օրերը սուր են Քեզ հիշում եմ, կորում եմ, կորում եմ Ես առանց քեզ մարում եմ Նոր եմ զգում քո բացը Սիրո չորն ու թացը Չլինելդ ներում եմ Չեմ ասում, բայց սիրում եմ քեզ Ժամանակը թանկ թվում էր անժամանակ Ժամերով իրար սիրում ենք մի ժամանակ Ռացինը իքալ դու արից յա։ აბა სადა ვარ, ბატონო გიორგი. ერევანში ვდივართ, ისმაო ეხლა მივდივართ აეროპორტში პირდაპირ.
შემოვედით უკვე ერევანში და მოხვდით საცობში. გიყვართ საცობში დგომა? გიჟდები. უახლოვდებით აეროპორტს. დოქტორი მჭირდება. დოქტორი მჭირდება. ბაბა გაგანგალებს. ვაფშე მაგრამ ეშინ. მოვედით როგორც იქნება. დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად მგზავრობა. დაგირეკავთ, ხაზზე ვარ. შენ გაიხარე. რაო დიდი მადლობა პატივისცემის. ალმეჯერ გავგვიჩერა. მივედით აეროპორტში. 11 საათზე გვაქვს ფრენა, 11:20 აკლია და გავფრინდებით და ბევრი ტკბილი მოგონებები დაგვჭირდა. ძალიან კარგი. როგორი განწყობა აკო? ძალიან კაი მეორე ჭდებით ფინალში და არ მაქვს შიში არანაირი. რა ბატონოლებო, ვერასწრებ. შვენიერია, ჩამოვედით, ძალიან კარგი გარემოა, კაი სიტუაცია და იმედია შვილობით ჩავალ ადგილზე. ეხლა ჩვენ ვართ აეროპორტში. ვემზადებით გაფრენისთვის, ჯერ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია. სანამ გავალთ რეგისტრაციას, გავისვენეთ რა ცოტა ხანი რაღაც ყავა, ჩაი რაღაც. ჩვენ გონჩა. შვენიერი. შემოbrunდა. A few moments later. პასპორტ კონტროლი გავიარეთ და ეხლა ველოდებით რომ თვითონში ჩავჭდეთ. აი ეს პირველი გეითია ჩვენი, აი აქვე. დანარჩენები სად არიან? ჩენები დადიან. მოკლედ დიდი ლოდრის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ჩვენი თვითმფრინავი. ეხლა ველოდებით რომ ჩავჭდეთ თვითმფრინავში და წავალთ. ძალიან კარგი. 2 საათ ნახევარი დაჭირდება ფრენას. აი ჩვენი თვითმფრინავიც გამოჩნდა. ერთში ვართ, ესე იგი, ბიჭები ცოტა არეულები ვართ, მაგრამ ერთად გვიდოდა დაჭრომა, რომ რაღაც ველაპარაკა, მაგრამ არ მოხდა. არა უშავს, არის საკითხები, მე გადმოვიდეთ ბიჭები. 2 საათი დაგვჭირდება ფრენისთვის. არაფერი არ ყოფილა რა, უშე წამიერად რაღაცა მოიტანა და უცხოს მოწვედა და ო, რა მესკი კიდე დაადგეს რა. ადრე რო გავდა მერსედის. მანქანა ხო იმენა ტანჟიზე ხათრი დადიოდეს. იმენა აი ზედიშ და ხოლმე მანქანას მაინც 200 მიდიოდეს. მართლა გაგიარე მაგარი. რაში? არებაში. მაგარი. რაში? დარებაში. A few moments later. ინგლისურის ცოდნა ტიპი გინდა და აუხსნას რა სად მიდიხარ და რაზე. ბიჭო, მარტო ინგლისურის ტიპი არ არის რა ის. აი ეს რომ მიდიხარ სიგარეტა. აი ტაქსით გადიდით, წავედით. მოკლედ მივდივართ ტაქსით. თითო ტაქსიც 70 ევრო. აი ჩვენი მეგობრები მეორე ტაქსიზეა. ეხლა ველოდებით ერთმანეთს და წავალთ ერთად.
როგორც იქნა გავიარეთ რეგისტრაცია და ავდივართ ნომრებში. That's for 2%. Show you something. So you have the view, okay? Yeah. This is the best view. In the morning, Yeah. you have very good view. There, Yeah. you can see see everything. Okay, thank you very much. So you can keep it, enjoy your stay. I will see you tomorrow. სხვა რა სიტყვით, დღეს როგორ შეაფასებდით? ცოტა დავალელი, მაგრამ დავალელი ნერვების მოხდენი, მაგრამ The next day. გუშინ გვიან ჩამოვედით, ესე იგი, ხამის 3 საათი იყო თუ რაღაც რას დავბანა და მოვეწყეთ უკვე. ეხლა გაცემდა. შევჭარდა ჩავიდეთ. ცოტა უწესრიგდები უსვა და რაღაც ხარშევს. არი გელოდებით აკო. ჩამოვარდა იქ გავგზავნოთ საუბარი. გავაგზავნოთ. არი, წავედით საუზმაზე მივდივართ. პატარა თავგადასავლებით დაიწყო ეს. ამას ვერ მოგიყვარით რა მოხდა. ეს გონი ლობიოა მოხარშული. ასეთი გვაქვს. აქეთ უნდა იყოს კარტოფილი. როგორც მე შემწვარი კარტოფილი. აქ უნდა იყოს პომიდორი. რაღაც პოსტნეულია. მოხარშული კვერცხი და ეს არ ვიცი რა არის. როგორ მოგწევთ არჩევანი საწყალს? კი, კაია. ნორმალურია რა. კაცი დაუდენი ხილი. აბა პირველი შეფასება რა არის? კარტოფილი და შემწვარი კარტოფილის მეყრენ და ვერ გავაკვირვებენ ესენი შემწვარი კარტოფილი. დიდი არაფერი. ჩვენი ჯობია ეს ტაფაში. აბა ეხლა თორნიკესთან ჩავწერო ინტერვიუ. პირველი ფრენა ხონა თორნიკეს და გვაინტერესებს. პირველი თავიდან ცოტა მეშინოდა სავით, მაგრამ ვაფშე არ ყოფილა საში. არც აფრენა, არც დაფრენა. ცოტა ყურები კი რა. ნების არის ბადვაზი. ეხეოდა, მაგრამ არა უშავდა, კაი იყო. აბა როინი მეორე თუ მესამეც დაიყო ეს. რომელი იყო? და რას ხდება? აუ, შევეჩვიე. აღარ გართულდა, ეხლა სუპერ გამაფრინეთ არ არის პრობლემა. მივეჩვიე თვითფრინავს. წავედით, აბა ჩავიდეთ ერთ სართული. სად არიან ისე? სად მივდივართ, აბა? და შტანგების დასაბრუნებლად. მივდივართ სპორტ დარბაზში ესე. უნდა დავიწყოთ რა რაღაცა რა. ძალიან კარგი. ესე იგი სერიოზულად მომდობებული სასწავლო. დასვენების დროსაც კი არ ვიგოთ. Good morning. ძალიან მაგარია ცხოვრობა. აქ ყოფილა დახურული აუზი. იქით ყოფილა კიდე სხვა ფიტნეს დარბაზი. მე მგონი 64-ში ვარ, რა სიტყვა? კერიო საუნდ. საკმაოდ კარგი სპორტ დარბაზია სხვა შორის. სხვადასხვა სივრცეები. შვენიერი სპორტ დარბაზია. სხვადასხვა სავალში. წავედით სპორტ დარბაზში წავედით. აქაც შეიძლება გაწელოები რაღაცები. აი ესეც სპორტ დარბაზი მეგობრებო. გონი არ არის ცუდი. ტექნოჯემის რაღაცეებია, მაგრამ ბევრი რამე არ არის. შტანგა არ არის როი? შვენიარულია. აი გარს, კარგი. ეს რა. ნუ ესე თუ ისე რაღაცეები არის. ბევრი რამე არ არის, მაგრამ რაც არის ეგეც რამე. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა.
გაგვიმართლა და მეზობელ ნომრებში აღმოჩნდით. აი, სამივე. ყველა შეხვეწებოდი ყოფილა აქ. მოიცა რა ყოფილი. ყველაფერი წამოს. გაგვიმართლა, მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ გვერდ ნომრებში ვართ. აი, ჩვენი ნომერი. მერე, აი, ბიჭების და იქით უჩა და აკო. და ნახეთ რა ხედი იშლება. რაც არის ზღვა ჩანს კიდე აქეთ. რაც ვაპირებთ, აბა რა გეგმები გვაქვს? საჭმელად გავდივართ. ძაძიკში. აკაური ძაძიკი. ეროვნული კერძი უნდა გავსვიდო. ამოიხა ძაძიკში შევალ. აბა ძაძიკი სად აქვს? აგერ არის მაუ და ვიბროსული დონერ ქებაბი. აი ესეც მისტერ ძაძიკი. რისი გინდა ბიჭებო აბა? აბა ორი კათამი. ორი. Which is better? Normally it's chicken if you eat, but the best inside for people is chicken pork. Can we make mix? Yes, Price same. yes, of course. ხასიათია თუ გინდა შეურევთო რა. ის არის. ორი და ეს არის ის რა ქვია. კათამი. რა გინდა? Okay, we want 6-1. Make please mix one. Mix. ყველა შერეული, ხო? The inside have traditional chicken and salad. 5 minutes later. ამასობაში დამზადა ჩვენი გიროები, აი ესე გამოიყურება, ყველა მოვიღეთ შერეული, ქათმის და ღორის. ორივე შერეულია და ეხლა გავსინჯოთ ტრადიციული რეცეპტით არის, აქვს ძაძიკი ეგრეთ წოდებული. ეხლა გავსინჯოთ და გეტყვით როგორია. არა განსხვავებული არის, კაია. ცუდი არ არის. 10-დან რამე კულას დაუწევი. ჩვენი შოუმანია. 10-დან რამდენი? ვა. ხვი. ეხლა გავსინჯოთ და ჩემასაც დავაფიქსირებ. 10-დან ალბათ 7-ს დაუწერდი მეც. ეხლა ჩვენ მივიდივართ პლიაჟზე მივიდივართ, ხო? ადგილობრივი შაურმის ეგრეთ წოდებული გიროს გასინჯვის შემდეგ გადავწყვეტეთ წავსულიყავით აიანაპას ყველაზე ცნობილ პლიაჟზე, რომელსაც ქვია ნისი. როგორც Google-ის ნავიგაციით ვნახეთ, ამ ადგილიდან ამ პლიაჟამდე იყო დაახლოებით 2 კილომეტრი, 2 კილომეტრი ნახევრამდე. ჩვენ გადავწყვეტეთ წავსულიყავით ფეხით, რადგან დროც ჰქონდა და თან ქალაქის დათვალიერებაც გვაინტერესებდა. სასტუმროდან წამოვედით, ნისი ბიჭი, ხო? კი, ეგრეა, ნისი ბიჭი ძალიან ცხელა, ეხლა ისიც პერიოდი არის. დაახლოებით 1 კილომეტრი ნახევარი ფეხით ვიარეთ. მეტიც, შეიძლება 2 კილომეტრით. და აი ბიჭები წუწუნებენ, მაგრამ მაინც მოყვებიან წუწუნით. უკმაყოფილებას არ მალავენ. ზღვა და კუნძული მოგვიჩა, გიოდ. მოვედით, ბოლოს და ბოლოს 2 კილომეტრი დისტანცია დავფარეთ და მოვაღწევთ პლიაჟამდე, ნისი ბიჩამდე. მომონი ღირდა მოსვლა რა, რასტურა? იქაც არ არის ნაკლები პლიაჟი სხვა შორის. ეს ჯობია აშკარად ეთყობა. ეხლა ჩვენ ვართ ნისის პლიაჟზე. და ესე იგი აი კარგი არის ფოტოების გადასაღება და ვიდეოც კაი გამოგვივა რა. ესე იქ გადავალთ და რა მოგეწონა ამ პლიაჟის ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ხალხი არის პირველ რიგში, ეს გასართობის სკუტერები, თუმცა წყალი რომ არის, ეგეც ძალიან კარგი არის. მართლაც სწორად აღნიშნა, წყალია გამჭვირვალე, მაგრამ აქ ცოტა დაბინძურებული ამ ადგილზე, მაგრამ სხვა ადგილებზე ბევრად სუფთაა. სუფთა არის.
როგორი ადგილია? მაგარია დია წეღანი ყავი. მართლა ულამაზესი ადგილია. ამ დღეს პლიაჟ ნისიზე არც თუ ისე დიდი დრო დავყავით, რადგან საღამო ახლოვდებოდა. სამაგიეროდ გადავწყვეტეთ, რომ შემდეგ დღეს წამოსულიყავით დილის საათებში და მთელი დღე აქ აგვეტარებინა. ასევე გადაწყვეტილი ჰქონდა წამოვგვეღო დრონი ლამაზი კადრების გადასაღებად და ასევე GoPro, რომელთაც გადავიღებდით წყლისქვეშა კადრებსაც. ნისის პლიაჟიდან წამოვედით ფეხით. საკმაოდ საინტერესო ქალაქია. ტაქსი სიარული არ არის, აქ გზაში დაათვალილებ რაღაცას და მოგეწონება რა, გაერთობ გზაში. თან შორის მოვედით უკვე სასტუმროში ვართ. მოვედით სასტუმროში და ეხლა ვაპირებთ აუზში ბანაობას, ბიჭები უკვე ჩავიდნენ, ეხლა მეც შევუერთდები. კარგად ვერთობით, მოკლედ ჩვენი ერთ დღე გამოვიდა. პლიაჟზე საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით, ეხლა აუზში ვიცურავთ. ამასობაში 7-ს გახდება და ვახშმის დროც მოვა. ვახშამი ჩვენს ნომერში შედის. უკვე გადახდილია ვახშმის. A few moments later. გასწვით აბა ვახშამზე. მოგწონთ საჭმელები? აია. აი სოუსი გაიყო. რა გავსინჯო, რა იყო კარგი? აი სოუსი აია. კვიპროსზე წამოსვლის მთავარი მიზანი და мотиваცია დასვენებასთან ერთად იყო ასევე ვარჯიში. ანუ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყოველი დღე დაგვეწყო სირბილით ან რაიმე ძალისმიერი ვარჯიშებით. თავდაპირველად ამ 8 ადამიანიდან 6 ქონა გადაწყვეტილი ესე მოქცეულიყავით. თუმცა აქედანაც მხოლოდ 2-მა შევძელით, რომ გვევარჯიშა ყოველ დღე. ჩამოვედით სანაპიროზე, სადაც სარბენა და ველოსიპედისთვის არის დატოვებული ბილიკი. კარბიან პეუნი. Εγώ της έδινα στοργή, βασίλισσα την είχα. Ό,τι κι αν ζήταγε στη γη, όλα της τα παρήχα. Εγώ σαν της έλειπαν καψουρά κι αλήθεια, μα ούτε αυτά την κάλυψαν. მეგობრებო, აი პირდაპირ ქალაქში სირბილის დროს მოვადექით სასაფლაოს. ესეთი არ მინახე. სირბილის შემდეგ ჩამოვედით დაბლა სპორტდარბაზში. ეხლა გავაკეთებთ ელემენტარული მარტივ ვარჯიშებს, ძირითადად საკუთარი ზონით, ტურნიკზე აწევებს და ასე შემდეგ. ვარჯიშისა და საუზმის შემდეგ გადავწყვეტეთ წავსულიყავით ისევ პლიაჟ ნისიზე. სამწუხაროდ ამ დღეს არ წავუღია ის კამერა, რომელთაც ყოველდღე ვიღებდით, არამედ მხოლოდ GoPro წყალქვეშა кейსით, რის გამოც ეს კადრები არც თუ ისე კარგად გამოიყურება და ასევე აუდიო არის ძალიან უხარისხო. დიდი ხანი არ მიცურავია. აი ანაპამ განსკუთრებით ნისი ბიჭმა მაგრად გაასწორა. და აკაკიფენიანია მაგრამ. მიდი ლეო, მიდი. მიდი ლეო, მიდი. მიდი შენია. სუფთა დაუშ. Aí, show!
გაიმარჯვა ლევანი ცივილაშვილმა. არა უშავდა. ამასობაში ღრმად შევცურეთ ზღვაში. რამდენი მეტრზე ვიქნებით შემოსვლები ნაპირიდან? სულ. არა მეტი ძმას. ეს მინიმუმ 200 მეტრია. დავინახოთ როგორ მოსჩანს პლიაჟი. ნახეთ როგორი გამჭვირვალე წყალია. წავიდეთ. One hour later. ლიაჟნისი სამ ცნობილ ბარში დაახლოებით 1 საათი კიდევ გავატარეთ და შემდეგ კი ტაქსით დავუბრუნდით. სხვათა შორის მინდოდა აღმენიშნა, რომ კვიპროსზე ძალიან უცნაური ტაქსები დადიან, კერძოდ კი Mercedes V200, რომელიც 4-კარიანის მაგივრად 6-კარიანია, ანუ ლიმუზინივით არის გადაკეთებული. ეხლა კი დროა შევეხოთ გართობის საკითხს კვიპროსზე, კერძოდ კი აი ანაპაზე. დღის საათებში ერთ შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის ერთი პატარა ჩვეულებრივი საზღვაო ქალაქი. თუმცა კი საღამოს საათებში იგი ნამდვილ ტრანსფორმაციას განიცდის და ბარებისა და კლუბების ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა ხოლმე. თავდაპირველად წავედით სასტუმროსთან ახლოს მდებარე ატრაქციონების პარკში, სადაც ჩემი გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონია. თავიდან ამ ყველაფერს შორიდან უყურებით და მასზე დამჯდარი ხალხის რეაქციებს ვაკვირდებოდით. ცოტა ხანში კი ორმა ჩვენთაგანმა გადავწყვიტეთ გაგვერისკა და პირადად გამოგვეცადა. ამ ატრაქციონების პარკის შემდეგ კი წავედით ღამის კლუბებში, სადაც სამწუხაროდ ჩვეულებრივი ფორმატით ვიდეო არ გადამიღი, ამიტომ გთავაზობთ ტელეფონით გადაღებულ კადრებს. The next day.
ტრადიციულად ეს დღეს დილის სირბილით დავიწყეთ, მაგრამ წინა დღეებისგან განსხვავებით ამჯერად მიზანს არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ აიანაპას უკეთ დათვალიერებაც წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გეზი ავიღე სასტუმროდან 5 კილომეტრით დაშორებული პლიაჟ აია-თეკლამდე, სადაც ცნობილი მე-5 საუკუნით დათარიღებული მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს. ასევე გზად უნდა გამერბინა აია-ნაპა მარინა, რაც წარმოადგენს ახალ პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ რაიონს და დაბრუნებისას კი არატურისტული ქუჩები, სადაც პირიქით ქალაქის ყველაზე ღარიბი ფენა ცხოვრობს. ამ ვიდეოში სულ დამოვწლა მეხსენებინათ ცნობილი კვიპროსული ხვლიკების შესახებ. ამ კუნძულზე ისინი მრავლად არიან და სასტუმროს ეზოდან დაწყებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდნენ. როგორც მითხრეს, სწორედ ხვლიკი არის კვიპროსის სიმბოლო და ამაზე ისიც მეტყოლებს, რომ ტურისტულ ადგილებში მრავლად შეგვხვდებათ მათ გამოსახულებიანი სუვენირები. რაც შეეხება ამ დღის გეგმებს, გადაწყვეტილი ჰქონდა 3 საათამდე სასტუმროს აუზზე ყოფილიყავით, შუა დღის მერე კი ნისიბიჯზე წავსულიყავით ტაქსით და დროინით გადაგვეღო ეს ყველაფერი. საღამოს კი ვაპირებდით ერთ-ერთ პაბში წასვლაც, სადაც ლაივში უნდა გვეყურებინა ჩვენი დროის ორი საუკეთესო მძიმე-წონოსანი მოკრების, ინგლისელი ტაისონ ფურისა და უკრაინელი ალექსანდრ უსიკის ბრძოლისთვის. Αν είσαι ένα αστέρι, μου πώς θα φέρεις την άδεια μου ζωή. Ποτέ μη σβήσεις, ποτέ να μην μ' αφήσεις, ποτέ να μην χαθεί η αγάπη αυτή. Μα όνειρο αν είσαι, από τα σβήσεις στα όνειρα να ζω. Μη ξημερώσει, ποτέ να μην τελειώσει, μέσα μου μείνε να σ' αγαπώ. Έλα πέλο! Κορπέλο! Κάπελο αμίκο! Κομέλο! Έλα ice cream, you scream, έλα! Όρμπους! Έλα Κυριάκο! Τρελός κι ανάποδος καιρός, θα μείνω σπίτι και ένας μικρός ερωτός στον κόσμο θα με ποιος με λόγια ψεύτικα, ποιος μου κλέβει τη ζωή,
ჩავედით? Thank you very much. How is thank you in Greek? Ευκαλιστώ, ευκαλιστώ, ευκαλιστώ. Აბა დაიყვირე, რა უნდა ვიყვირო თან. რო თქვა ორი სიტყვით, ბატონო გივი. დრონით უნდა გადავიღოთ. დრონიც ქონია. იგი დრონით უნდა გადავიღოთ. ხო და ეკიდან რა გადაგვიღია? Πως περνούσα αυτά που εσύ περνάς. Εγώ στο είπα δεν ζητούσα αυτά που δεν ζητάς. Εγώ στο είπα είχα κλάψει και γέλασε αυτή. Εγώ τον κίνδυνο σου λέω που έχει η ζωή. Μοναχός θα αγαπάς αν δεν αρχίσεις να την τυραννάς. როგორც უკვე აღნიშნეს, საღამოს ვაპირებდით ერთ-ერთ ბარში წასვლას და იქ ალექსანდრ რუსიკისა და ტაისონ ფურის შეხვედრის ლაივში ყურებას. ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ ეს დამთავრდა ალექსანდრ რუსიკის გამარჯვებით. ჩვენც სწორედ მას გულში მატკივრობდით და შესაბამისად სასტუმროში ძალიან ბედნიერები და საკმაოდ თვალებიც დავუბრუნდით. სამწუხაროდ 4 დღის შემდეგ წასვლის დროც მოვიდა. სად მივიდიო? სასტუმროდან გავდივართ აეროპორტში. ტრანსფერი მოვიდა, ესე იგი მოვაკითხა და უნდა წაგვიყვანოთ. რომელი საათია, რომელ საათს დავიძერეთ აეროპორტში? 15:22. ორი შეგრძნებებით მიდიხარ. შვენიერი ამინდი იყო, მაგარი გაგვიმართლა, არც ძალიან ცხელო და არც ციოდა. გავირუჯეთ შვენიურად, დავისვენეთ, მაგრამ დრო არ გვეყო. რამდენიმე დღე კიდე დავრჩებოდით. რა სიტყვით თქვენ? ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ხუთიანი დასვენება. ესე იგი დაახლოებით 40 წუთში უკვე ვიქნებით აეროპორტში და ზოგს კიდე იქ მოვახცევთ გადაღებას. Thank you. Thank you so much. Thank you. Thank you. I am Katsma მიგვიყვანა აეროპორტში. How is thank you in Greek? Ευχαριστώ, ευχαριστώ. Ευχαριστώ. მოვედით ბიჭებო. ეხლა შევალთ უკვე აეროპორტში. გუნდების ნელ-ნელა სახლისკენ. ერევანი და შემდეგ საქართველო. ესე იგი ველოდებით რეგისტრაციას. ბანკს აბარებს ვინმე თუ არა? ბანკს არ ვაბარებთ, უცბად გავულით ესე იგი რეგისტრაციას. ჩავსხდებით თვითმფრინავში და უცბად აღმოჩნდებით ერევანში. 1 hour later. მეგობრებო, ჩვენი მოგზაურობა აქ სრულდება. ეხლა ვართ ლარნაკის საერთაშორისო აეროპორტში და უკვე ავდივართ თვითმფრინავში, რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილები. ლარნაკის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 2 საათნახევრიანი ფრენის შემდეგ საღამოს 10:30-ზე ჩავფრინდით ერევანში. სიხორის სიტყვით მოგვიყევით როგორი ფრენა იყო? იყო იდეალური, მაგრამ ბოლოს დაგდომა იყო ცოტა საშიში. კი, მე შევნიშნე ქარის გამო ეხლაც იგრძნობა რომ მაგარი ქარია. თვითმფრინავს ძალიან აქანავებდა დაჯდომის პროცესში.
აგიფრენა იყო მაგ თან ძალიან მალე დაჯდომა იყო ცოტა რთული. A few moments later. მოკლედ მეგობრებო ტაქსით მივდივართ და ტაქსი აღმოჩნდა ჰამერი. რო გამოვედით ვიღაც კაცი დახვდათ წაგიყვანთ მანქანითო და თურმე ჰამერით არის მოსული. ჩვენ თავიდანვე დაგეგმილი გქონდა რომ ეს ღამე დავრჩენილიყავით ერევანში, შემდეგ დღეს კი დაახლოებით 12 საათზე დაბარებული ყავდა მინივენი, რომელთაც დავბრუნდებოდით თბილისში. მოახციეთ სასტუმრომდე როგორც იქნა. ვალაგებთ ბარკს. რითი მოხვედით თქვენ? მაგარი მანქანა იყო. რა იყო? Volkswagen Elektro. Здравствуйте. რადგან ყველანი ძალიან მშივრები ვიყავით, სასტუმროში შესახლების შემდეგ გადავწყვეტეთ გავსულიყავით ქალაქში, მოგვეძებნა რაიმე 24 საათიანი რესტორანი და გვევახშმა. ესეთი რესტორანია ტავერნა ერევანი. შევედით. სამწუხაროდ ამ რესტორანში შესვლის შემდეგ კამერა დაგვიჯდა და კადრების გადაღება ვერ მოახერხეთ. რაც შეეხება საჭმელს, ამ რესტორანში ყველაფერი ნორმალური იყო, თუმცა დიდად არაფერზე არ გავგიჟებულ ვართ. ბახშმის შემდეგ კი სასტუმროში ისევ ფეხით დაბრუნება გადავწყვეტეთ. ასევე გადავწყვეტეთ გვეყი და სომხური კონიაკი, რომელიც შემდეგ ერთ-ერთ ნომერში დავულიეთ და საკმაოდ კარგი დრო გავატარეთ. The next day. საათამდე სანამ მინივენი მოვიდო და რამოდენიმე ჩვენთაგანმა გადავწყვეტეთ, რომ ადრე მომდგარიყავით და წავსულიყავით ქალაქის დასთვალიერებლად. პანორამული ხედით უნდა დავტყვეთ ერევანზე, ხო ესია. მაგრამ ამისთვის მოგვიწევს კიბეებზე ასვლა. რას ტყვის ანდრო? ხედი მაგარია. კიდე ერთი ამდენი რჩება. არა. საკმაოდ დამღლელი აქ ამას. მაგრა დავიღალე. მოკლედ მეგობრებო, ამოვედით კასკადზე, ეგრეთ წოდებული კასკადია, არ ვიცი ეს თუ ითარგმნება თუ კასკადია, აი ეს მონუმენტი აქ, ისტორიაა და ასე შემდეგ არ ვიცი. მერე შეიძლება ამისი მოძიება და თქმა, მაგრამ ერთი არის სათქმელი ის, რომ ამ მოსასვლელად არის ძალიან რთული ცენტრიდან. აი ამ ხრიდან თუ ამოდიხართ, აი აქედან თუ ამოდიხართ, არის საკმაოდ რთული. ვაგედან იწყება კიბეები და უნდა ამოხვიდე, უამრავი კიბე. და ჩვენც კი ვინც ვარჯიშობთ, ისინიც მაგრად დავიღალეთ, ასე რომ ჯობია ტური იყიდოთ ან ტაქსიც ამოხვიდეთ, თავი არ მოიკლათ. ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ამოსვლა ნამდვილად არღეს. ნახევარზე კიდევ შეიძლება. შემოვედით სასაუზმოდ, ნახე რა მაგარი საუზმე მოგვიტანეს და პიცას ველოდებით, არა? მაგარი. პიცას იყვარდა, ავადა. 1 hour later.
მოკლედ დასრულდა. ერევნის ტურიც დასრულდა. როგორი ნუ დასრულდა? ლაქშერული. სად მივიდიო? გოროდ თბილისი, ბრატ. აი სიმღერა რო არის. არარაცე. Bluetooth-ით შეგვიძლია სიმღერა ჩავდათ თუ არა? რითი? Bluetooth-ით. ტელეფონით რა. მეგობრებო, მოკლედ ჩამოაღწიეთ საქართველოში გზა აღარ გადაგვიღია, ყველას ჩაგვეძინა. მოვედით რესტორანში რომ საჭმელი გვეჭამა, მაგრამ ადგილები არ დაგვხვდა, რადგან წვიმს და ყველა ვინც ეზოში მჯდარა გადასულა შენობაში. ამიტომ ვთხოვეთ და გადმოგვიყვანეს საცხობში. პირველი შემთხვევა რომ აქ სუფრა იშლება. აი პირდაპირ თონეში ვშლით სუფრას. აბა რას თქვით? აი არჩევანია რა, თბილა, ყველაფერი. ორი დარვაგდება, ორი არის ძმაო. სით უარი. ეხა დავაგემოვნებთ მართლა რაც არის გენრიელი. მაგარი სუფრა იშლება ესე. საკული ყველი. გვემზადებით სახე იყოთ. დავიღალეთ ძალიან გაშ და ზოგს დაგვეძინა. და ეხა მოდივართ გონზე. რა ყველაფერი პატრამორშევით იგუჩა. გიორგი. აგე უჩაი. ხავს. აი ვაჭაკობლება ეხლა მოვუწა. აი სუფრა მოვუწა. ორი მოიტა. მოიტა გაგუვალებ ჩვენ. რომ მივიღო. მოიტა და აი სუფრაც იშლება. აი ეს გაგუვალეს ისა. აი ეს. ეხლა ეს ის და. რამდენი კლასზე გავხდა? ეს არა. კაპელს ხო? და. ბეტერ.